მომზადება. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. F-22-ები გადაიყვანეს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ბაზებზე. თეირანი მზად არ იყო. როცა ოპერაცია დაიწყო, ამერიკის F-22-ები ირანში ღამის მოჩვენებასავით გამოჩნდნენ. უხილავები, შეუჩერებლები. მასიური განადგურების მომტანი საიდუმლო ბაზების წინააღმდეგ და ახლა იარაღი, რომელსაც აშშ-ო ირანის მერყევი რეჟიმის წინააღმდეგ მუდმივი მუქარის სახით შეუძლია გამოიყენოს. აი ეს გააკეთა F-22-მა ირანში და ეს მართლაც მასშტაბურია. რაც ვიცით F-22-ის შესახებ ირანში, ამ ეტაპზე არის ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საჰაერო რესურსი, რომელიც აშშ-ომ განათავსა. ის F-35-თან ერთად წარმოადგენს უხილავ გამანადგურებელ თვითმფრინავს, თუმცა ორივეს სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული. შეგიძლიათ F-35 წარმოიდგინოთ როგორც გუნდის კოთერბექი, იმ საჰაერო აპარატებს შორის, რომლებიც აშშ-ომ გამოიყენა. სავსე მოწინავე სენსორებით ეს თვითმფრინავები მართავდნენ საჰაერო მოძრაობას და ახორციელებდნენ დარტყმებს ირანის ყველაზე საშიში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. რაც შეეხება F-22-ს, ისიც სენსორებით არის აღჭურვილი და ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ის იყო საჰაერო უპირატესობის სპეციალისტი, თვითმფრინავი, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა ირანში სამიზნეების გასანადგურებლად და ცის დასაფრობად გაგზავნეს. ამ მრავალფუნქციურმა გამანადგურებლებმა ირანის საჰაერო თავდაცვა და საიდუმლო ბაზები გაანადგურეს, თანაც სხვა თვითმფრინავებსაც უჭერდნენ მხარს, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ. აშშ-ის გეგმა წარმატებით განხორციელდა. ირანის საჰაერო თავდაცვა მოშლილია. მარტის 30-ისთვის ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებოდნენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის დაახლოებით 80% განადგურებული იყო. არ არის დამთხოვა, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველი კვირა, ან დაახლოებით ამ პერიოდი იყო ის დრო, როდესაც F-22 ყველაზე დომინანტურ შეტევით რეჟიმში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ, შეუმჩნევლად იმავე საჰაერო თავდაცვებისთვის, რომლებიც მათ გასანადგურებლად გაგზავნეს. ამ გზაზე F-22-ებმა საიდუმლო ბაზები გაანადგურეს და დიდი ალბათობით მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის, ანუ IRGC-ის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებაში. მაგრამ მათი მთავარი მიღწევა ამ დრომდე ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის დაშლაში შეტანილი ძვლელია. ამჟამად აშშ-ს ირანზე ისეთი საჰაერო უპირატესობა აქვს, რომ შეუძლია 10 წლეულების წინ შექმნილი B-52 ბომბდამშენი გამოიყენოს სახმელეთო მისიებისთვის. ეს არ მოხდებოდა, რომ ირანს საჰაერო თავდაცვის ქსელი მაინც ქონოდა დარჩენილი. B-52-ები უზარმაზარია და თანამედროვე თავდაცვის სისტემებისთვის ადვილად შესამჩნევია. ის ფაქტი, რომ ისინი ირანის მთელ ტერიტორიაზე დაფრინავენ, გვიჩვენებს, რომ ისრაელის მიერ გაზიარებული 80%-იანი მაჩვენებელი ირანის საჰაერო თავდაცვის შესახებ საკმაოდ ზუსტია. შესაძლოა ეს შემცირებული შეფასებაც კი იყოს და F-22-ებმა დიდი როლი ითამაშეს ასეთი საჰაერო გარემოს შექმნაში ამერიკული თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეხლა როცა სტელსის არ მქონე პლატფორმები ირანის ტერიტორიაზე დაფრინავენ, F-22-ები უფრო დამხმარე როლში გადავიდნენ, დაახლოებით ისეთ როლში, როგორცაც ადრე ამერიკის F-35-ები ასრულებდნენ ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს. შესაძლოა ისინი ამ როლში სამუდამოდ არ დარჩნენ. ირანში სიტუაცია ახლოსაა იმაზე მეტად გამწვავებასთან, ვიდრე აქამდე გვინახავს და მალე განვიხილავთ, როგორ ჩაერთვებიან F-22-ები ამ პროცესში. მაგრამ ამ ეტაპზე F-22-ები შეუმჩნევლად დაფრინავენ ირანის საჰაერო სივრცეში და აგროვებენ სადაზვერვო, სადამკვირვებლო და რეკოგნოსცირების მონაცემებს. მას უამრავი სენსორი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ზუსტად ამას გააკეთოს და ეს მონაცემები მხოლოდ F-22-ების მიერ არ გამოიყენება. რა თქმა უნდა, ისინი კვლავ განახორციელებენ დათმებს ირანის საიდუმლო ბაზებზე. თუმცა ის მონაცემები, რომელსაც ისინი აგროვებენ, ასევე იგზავნება ძველ თვითმფრინავებშიც, როგორიცაა F-16-ები და სტელსის არ მქონე ბომბდამშენები, რომლებიც აშშ-ს ირანში ჰყავს განთავსებული. დაფექტით რას ნიშნავს ეს ირანისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიისთვის? მას იცის, რომ F-22-ები ჰაერში არიან, მაგრამ არ იცის სად და მაშინაც კი სანამ საჰაერო თავდაცვის სისტემების 80%-ს და მათზე მიმაგრებულ რადარებს დაკარგავდა, ვერ პოულობდა მათ. ახლა ეს F-22-ები აგროვებენ სამიზნეების შესახებ მონაცემებს, რომლებიც შემდეგ გადაეცემა სხვა თვითმფრინავებს, რათა მათ შეძლონ დარტყმების განხორციელება, ხოლო F-22 გადაფრინავს ახალ სექტორში კიდევ მეტი მონაცემის შესაგროვებლად. ეს არის მრავალფენიანი მიდგომა საჰაერო დარტყმების მიმართ, რომელიც შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ აშშ-მ ძალიან სწრაფად მოიპოვა საჰაერო უპირატესობა და F-22-მა თავისი როლი შეასრულა, რამდენიმე მათგანმა ფაქტობრივად იმ მომენტიდანვე, როცა ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო. ყველაზე ცუდი ირანის რეჟიმისთვის ის არის, რომ ამ ყველაფერზე ვერაფერს აკეთებს. F-22 შეუძლია ნებისმიერ დროს დაიფაროს უხილაობით, რაც საშუალებას აძლევს მას ირანის დარჩენილი რადარების სიახლოვეს დარჩეს ისე, რომ ვერავინ დაინახავს. მას შეუძლია ამოიცნოს ეს რადარები და საჭიროების შემთხვევაში დაათხას, ან F-22-მ თავისი უხილაობის შესაძლებლობები გამოიყენოს, რათა იპოვოს მრავალი უსაფრთხო საჰაერო დერეფანი, რომლებიც ირანის საჰაერო სივრცეში არსებობს. ყველაფერი, რაც სხვა თვითმფრინავს ამ ეტაპზე უნდა გააკეთოს, არის ის, რომ წავიდეს იქ, სადაც F-22 მიუთითებს. შემდეგ კი გამოიყენოს დისტანციური საბრძოლო მასალა, რომელიც ანადგურებს სამიზნეებს ყველგან და სამიზნეები მასობრივად ნადგურდება. აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში 29 მარტის მდგომარეობით 11000-ზე მეტი სამიზნეა დარტყმული და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაგაიზრდება თუ ის ესკალაცია, რომელზეც ადრე ვახსენეთ, მართლაც მოხდება.
რაც შეეხება ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს, ის და მისი ლიდერები მუდმივ დაუცველობაში ცხოვრობენ, რადგან F-22-ები ზემოდან დაფრინავენ. ეს გამანადგურებელი თვითმფრინავი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მაგალითია იმ ტექნოლოგიური უპირატესობისა, რომელიც ASHS-ს ირანთან აქვს. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისთვის ეს უპირატესობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურებიდან ბევრი უკვე ლიკვიდირებული. Euronews-ი მათგან ზოგიერთს გამოყოფს. ამბობს, რომ ირანის რეჟიმის მაღალჩინოსანთა დაღუპულთა რაოდენობა 21 მარტისთვის მინიმუმ 70-ს მიაღწია. მათ შორისაა ალი მოჰამად ნაენი, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერი იყო. შეიძლება მისი დაღუპვა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ის ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მთავარი საჯარო ფიგურა იყო. სხვა დაღუპულები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ იმ პასუხისთვის, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია ASHS-ს წინააღმდეგ ამზადებდა. ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ დღეს, როდესაც ამერიკის F-22-ები ყველაზე აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ, დაიღუპა მოჰამად ბაქფური, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი იყო. მას შემდეგ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დაკარგა რამდენიმე ოფიცერი ლიბანისა და პალესტინის განყოფილებებიდან, ასევე კორპუსის ყოფილი მოადგილე კოორდინატორი ალი ჰაშემი. ირანის რევოლუციური გვარდიის აეროკოსმოსური ძალური ძალების უფროსი, სარდალი ესმაილ დეგანი, ლიკვიდირებულია, ისევე როგორც სხვა ოფიცრები, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან იყვნენ დაკავშირებულნი, მაგრამ სხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ. მათგან რომელიმე დარტყმა უშუალოდ F-22-ებმა განახორციელეს. ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ რაც თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ისინი აწვდიდნენ დაზვერვით ინფორმაციას იმ თვითმფრინავებს, რომლებმაც ეს IRGC-ის ლიდერები გაანეიტრალეს, თუნდაც თავად არ ესროლათ რაკეტები და ბომბები. აი რატომ არიან ირანის რევოლუციური გვარდია და მისი დარჩენილი წევრები ასეთი დაუცველები და შეშინებულები. მათ იციან თუ არა, რომ ცაში F-22 დაფრინავს, მუდმივი საფრთხე ყოველთვის არსებობს. ხანდახან ეს საფრთხე ყველაზე მოულოდნელი მიმართულებებიდან მოდის. ყველაფერი იმიტომ, რომ F-22-ებს შეუძლიათ ძალიან ბევრი მონაცემის გაზიარება ირანში სხვა საჰაერო პლატფორმებთან. როცა ვამბობთ, რომ ირანი F-22-ის სრული ძალისთვის მზად არ იყო, ამას ნამდვილად გულისხმობთ. მაგრამ რეჟიმს და ირანის რევოლუციურ გვარდიას უნდა სცოდნოდათ, რა ელოდებოდათ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ F-22-ის ზოგიერთ შესაძლებლობაზე, რამაც ის ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის იდეალურ არჩევანად აქცია. ის ძნელად შესამჩნევია და აქვს სენსორებისა და ცეცხლის ძალის საშიში კომბინაცია. ASHS-ის საჰაერო ძალები კიდევ უფრო დეტალურად აღწერს, რომ F-22 დაბალ შესამჩნევობას აერთიანებს მანევრულობასთან, რაც მას ცაში თვალთვალისა და შეტევის კოშმარად აქცევს. ეს არის თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს Mach-2-ის სუპერკრუიზის შესაძლებლობებით, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეინარჩუნოს ზებგერითი სიჩქარეები დამატებითი წვის ჩართვის გარეშე, რაც ირანის რადარებზე გამოჩენას გამოიწვევდა. 1850 მილის სიშორით F-22-ის შეუძლია სამიზნეებზე რამდენჯერმე გადაფრენა ბაზაზე დაბრუნებამდე. რაც შეეხება საბრძოლო ძალას, მას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება მის გზაზე არსებული ნებისმიერი მიზნის გასანადგურებლად, თუ სხვა თვითმფრინავს არ გამოიძახებს ამ საქმის გასაკეთებლად. F-22 აღჭურვილია M61A220 მიანი ქვემეხით, რომელსაც აქვს 480 ვაზნა, რაც საშუალებას აძლევს გაანადგუროს სამიზნეები, როგორიცაა დრონები და დაუცველი ნაგებობები მიწაზე. შიდა გვერდით იარაღის განყოფილებებში შესაძლებელია AM-9 ინფრაწითელი საჰაერო რაკეტების თვილი რაკეტების წყვილის მოთავსება. თუმცა თვითმფრინავს ისინი არ დასჭიროებია დრონებზე უფრო სერიოზული საფრთხისთვის, რადგან ირანის მოძველებული საჰაერო ძალები ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენენ. AAM-ას ოცებით შეიძლება დაემატოს, რაც ძლიერ საჰაერო შეიარაღებას ქმნის. მიწის სამიზნეებისთვის F-22 ატარებს რამდენიმე საბრძოლო მასალას, მათ შორის GBU-39B მცირე დიამეტრის ბომბს. 250 ფუნტი წონის ამ ბომბები იმდენად ზუსტია, რომ თითქმის ნებისმიერ სამიზნეს მიწაზე მოხდეს და იმდენად პატარაა, რომ F-22-ის საშუალებას აძლევს მრავალჯერ დაადგას, თან ისე რომ არასდროს დაარღვიოს თავისი შეუმჩნევლობა. თუ F-22 ამ ტიპის ბომბებს არ იყენებს, მას ასევე შეუძლია ატაროს GBU-32 ერთობლივი პირდაპირი შეტევის საბრძოლო მასალები, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 1000 ფუნტი წონის და საჭიროების შემთხვევაში უზარმაზარ დამანგრეველ ძალას მიიტანს სამიზნეზე. ეს ყველაფერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ASHS-ში საჰაერო ძალები პრაქტიკულად კვიროდნენ ირანის მისამართით, რომ F-22 მოდიოდა და ის ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაანადგურებდა. მაგრამ მაინც ირანმა მოსალოდნელი განადგურების მასშტაბი ვერ დაინახა, თუმცა შეეძლო დაენახა, თუნდაც ამ ყველა მახასიათებლის გარეშე. ეს იმიტომ, რომ 2013 წელმა ირანს აჩვენა, რამდენად ეფექტური იქნებოდა F-22, თუ ის ოდესმე მის ტერიტორიაზე განლაგდებოდა. ეს შემთხვევა მარტო უკვე გაჩვენებთ, რატომ არის ეს თვითმფრინავი ასეთი ეფექტური. თუმცა სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხს, თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა რომ გახდეთ ჩვენი არხის ახალი გაონწერი. აბა, 2013 წელი რა მოხდა? იმ წელს ირანული Su-25, რომელიც ირანის საჰაერო ძალების ერთ-ერთი საუკეთესო შეტევითი თვითმფრინავია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქის რელიკვია, შეეცადა შეერთებული შტატების MQ-1 პრედატორის უპილოტო საფრენი აპარატის შეჩერებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში.
ირანულმა თვითმფრინავმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა, მაგრამ ეს ინციდენტი საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს სიგნალი გაუგზავნა. ამ მიზნით შეერთებულმა შტატებმა თავისი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ესკორტად F-22-ები განათავსა, რამაც ირანის საჰაერო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ გამოცდილებამდე მიიყვანა. ინციდენტის დროს ამერიკულ F-22-ს, რომელსაც ლეიტენანტ პოლკოვნიკი კერინ სატერფილდი მართავდა, პრედატორ უპილოტოებს აცილებდა. დიდი დრო არ იყო გასული, რომ მისი სტელს თვითმფრინავის სენსორებმა სატერფილდი გააფრთხილეს ირანული F-4 ფანტომების წყვილის მიახლოების შესახებ. ისევ, ეს თვითმფრინავები თავის დროზე შესანიშნავი გამალადგურებლები იყვნენ, მაგრამ 2013 წლისთვის ისინი მუზეუმში უფრო უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე სადაო საჰაერო სივრცეში. იმ თვითმფრინავების პილოტებმა სატერფილდის F-22 ვერ შენიშნეს, რამაც მას უბიძგა განეხორციელებინა მანევრი, რომელიც ლეგენდად იქცა. როდესაც F-4-ები მიუახლოვდნენ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის შესაჩერებლად, სატერფილდმა თავისი F-22 ამ თვითმფრინავების ქვემოდან გააპრინა. იქ მან ცოტა ხანს შეანელა სვლა, შემდეგ კი თავისი F-22 ირანულ F-4-ებს მიუყვარდა და გადამწყვეტი მესეჯი გადასცა: თქვენ მართლა უნდა დაბრუნდეთ სახლში. ირანის პილოტებმა მოусმინეს და რომ ირანის რევოლუციური გვარდია ყურადღებით ყოფილიყო, ყველაფერს ისწავლიდა იმ F-22-ებზე, რომლებიც ახლა მის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ. ამერიკის სტელს გამანადგურებელი, ისეთი ტექნიკური მიღწევაა, რომელსაც ირანის არც ერთი თავდაცვა მზად არ იყო წინააღმდეგობა გაეწია. ოპერაცია ეპიკური რისხვა ამას ამტკიცებს. ათასობით სამიზნე პირდაპირ ან ირიბად დააზიანა ამ თვითმფრინავმა, რომელსაც ირანის რადარები და თვითმფრინავები ვერ ამჩნევენ. აშშ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში თავხედური გაფრთხილებების გაცემიდან გადავიდა ირანში ბომბების ჩამოგდებასა და რაკეტების გაშვებაზე და ირანის რევოლუციური გვარდია ბევრს ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რაც ირანის პილოტებმა 13 წლის წინ გააკეთეს. გაიქცნენ, დაიმალნენ და იმედი ჰქონდეთ, რომ F-22 წავა. F-22 გამორჩეული იყო. ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველი თვის განმავლობაში. ახლა კითხვა ასეთია: რას გააკეთებს ის შემდეგ? აქედან იწყება სერიოზული ეტაპი F-22-ებისთვის ირანში. აქამდე ისინი ატარებდნენ ან მხარს უჭერდნენ საჰაერო ოპერაციებს. სამიზნეები განადგურდა, საიდუმლო ბაზები დაინგრა და ფარული ლიკვიდაციები არაერთხელ განხორციელდა. ახლა იწყება ესკალაცია. ამ წუთებში როგორც ჩანს, აშშ-ში ემზადება სახმელეთო შეჭრისთვის ირანის რომელიღაცა რეგიონში და F-22-ები თითქმის გარდაულად მიიღებენ მონაწილეობას. ორი საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი 37 და 11 ან უკვე მიემართება რეგიონში, ან 31 დანაყოფის შემთხვევაში უკვე იქ არიან. მათ შეუერთდებიან 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის პარაშუტისტები, რაც აშშ-ს რეგიონში დაახლოებით 6000 ელიტურ ჯარისკაცს მისცემს, იმ გემების ეკიპაჟებთან ერთად, რომლებიც მათ სპარსეთის ყურეში გადაჰყავთ. ეს ჯარისკაცები უერთდებიან დაახლოებით 50000, რომლებიც განლაგებულნი არიან ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში, რაც აშშ-ს სახმელეთო ძალას მატებს. საკმარისია, რომ სცადონ თითქმის ყველაფერი, მათ შორის ირანის მატერიკზე თავდასხმებიც კი. თუმცა როგორც ჩანს, მატერიკის სამიზნე არ არის. 30 მარტის ანგარიში ალ-ჯაზირამ განაცხადა, რომ ორი ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თავდაცვის დეპარტამენტი ემზადება სახმელეთო რეიდებისთვის კარგის კუნძულზე. ამ პატარა კუნძულზე მდებარეობს ნავთობის კეთმენალი, სადაც ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტის 90% მუშავდება. და იდეა როგორც ჩანს, არის ირანზე ძლიერი ეკონომიკური ზეწოლის მოხდენა და თაიძულონ ჰორმუზის სრუტის გახსნა, სადაც გადის მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის 20%. იდეა მარტივია. აიღო ირანის რეჟიმის ძირითადი შემოსავლის წყარო და შეგიძლია აიძულო, რომ ჰორმუზზე კონტროლი დათმოს. სახმელეთო ჯარების როლი იქნება შევიდნენ, აიღონ კონტროლი და დაიკავონ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეს საშიში საქმეა. ეს ჯარისკაცები ადვილ სამიზნეებად იქცევიან ირანის რაკეტებისა და დრონებისთვის, თუ საჰაერო მხარდაჭერა არ ექნებათ. სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდნენ ამერიკის F-22-ები. ეს სტელს გამანადგურებლები შეიძლება დაესხნენ კარგის კუნძულის დარჩენილ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ასევე ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე რაკეტების გაშვების ადგილებს, რომლებიც ამერიკელ ჯარისკაცებს კარგის კუნძულზე შეიძლება დაუმიზნონ. ალბათ ვიხილავთ, რომ ამერიკული F-22-ები შეასრულებენ იმავე დამხმარე როლს, რასაც ისინი ირანის მატერიკზე ასრულებენ. აშშ-ს ყავს აპაჩის ტიპის ვერტმფრენები და 10 ვართჰოგის ტიპის საავიაციო შეტევითი თვითმფრინავები, რომლებიც სრუტეში მოქმედებენ. დიდი გადაჭარბება არ იქნება. ვიფიქროთ, რომ F-22-ები სრუტეზე გადაფრენებს განახორციელებენ და მონაცემებს შეაგროვებენ, რომელსაც აპაჩები, 10-ები და ნებისმიერი სხვა საჰაერო ძალა გამოიყენებს, რომელსაც აშშ-ო განათავსებს. ეს საჰაერო ძალა მხარს დაუჭერს კარგის კუნძულის შეჭრას დრონების, რაკეტების ბაზების, სწრაფი ნავებისა და ნებისმიერი სხვა საფრთხის განეიტრალებით, რომელსაც ირანი გამოიყენებს. ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ ეს არის გეგმა. კარგის კუნძული მაინც ძალიან საშიში ადგილია, რადგან იქ ძალიან ბევრი აალებადი ნავთობის ინფრასტრუქტურაა თავმოყრილი. ასეც არის თუნდაც F-22-ები მოქმედებაში იყოს. საკმარისია მხოლოდ ერთი რაკეტა მოხვდეს სწორ ადგილს, რომ შეიქმნას ცეცხლოვანი სასიკვდილო ხაფანგი, რომელიც ზოგი იტყვის ამერიკას ასობით თუ არა ათასობით არასაჭირო მსხვერპლს დააკისრებს. F-22-ები კარგის კუნძულის თავდაცვას შეასუსტებდნენ სახმელეთო შეჭრის წინ მასიური საჰაერო დაბომბვებით.
იგივე შეიძლება ითქვას F-35-ებზე და თუ აშშ დარწმუნებულია საჰაერო უპირატესობაში, კიდევ მრავალი სხვა საჰაერო რესურსი არსებობს, რომლის გამოყენებაც შეეძლება. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ ამერიკის F-22-ები ყურადღებას სხვა სამიზნეზე, ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე გადაიტანენ. კერძოდ, ამ სანაპიროზე არსებული გამაგრებული ობიექტები, როგორიცაა რაკეტების გაშვების ადგილები და საბრძოლო მასალის სათხოვები, შეიძლება გახდეს ამერიკის F-22-ების და მათი GBU-39 ბომბების სამიზნე. ზუსტი დათმები სანაპიროზე მნიშვნელოვნად შეამცირებდა იმ საფრთხეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია შეიძლება უქმნიდეს ამერიკის სახმელეთო ძალებს კარგის კუნძულზე. ისინი ასევე გაზრდიდნენ იმ ზიანს, რომელიც უკვე მიადგა ამ ტიპის სანაპირო ობიექტებს მარტის შუა რიცხვებისთვის, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ გამოიყენა 5000 ფუნტიანი ბუნკერსანგრევის საბრძოლო მასალა გამაგრებული რაკეტების პოზიციების წინააღმდეგ. F-22-ების სტელსის ტექნოლოგიას ამატებენ ამ ოპერაციას, რაც ასევე გაართულებს მათ შეჩერებას ირანის სანაპირო საჰაერო თავდაცვის დარჩენილი სისტემებისთვის. IRGC-ის ჯარისკაცი პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემით ვერაფერს დაუშავებს F-22-ს. ამერიკული გამანადგურებელი შეძლებს მივიდეს, გაისროლოს და დატოვოს ტერიტორია, მანამდე სანამ ის ჯარისკაცი შეძლებს თავისი მხარზე დასამაგრებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის მომზადებას. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკის F-22-ებს შეუძლიათ მაშინ, როცა აშშ სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება, არის ის, რომ ისინი დარჩნენ იმავე მუდმივ საფრთხედ, როგორიც იყვნენ ირანის თავზე ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისიდან. ფაქტობრივად უხილავი ირანის რევოლუციური გვარდიისთვის ეს თვითმფრინავი მუდმივად შეძლებს სანაპიროს სკანირებას. ყოველი რაკეტის გაშვების მცდელობა კარგის კუნძულის წინააღმდეგ იქნება აღმოჩენილი და F-22-ების მონაცემების გამოყენებით ნამოკედ მისი ჩამოგდების დიდი შანსი იქნება. ირანის რეჟიმიც კარგად იცის, რომ მისი ჯარები ვერ შეძლებენ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, თუ ირანის რევოლუციური გვარდია ხმელეთზე საფასუხო შეჭრას განხილავს. კარგის კუნძულის საზღვაო ბლოკადის და F-22-ების ცაში პატრულირების კომბინაციით ძალიან მცირეა შანსი, რომ ირანის სახმელეთო ძალებმა გადალახონ დაახლოებით 20 მილიონი წყლის მონაკვეთი ირანის მატერიკსა და იმ კუნძულს შორის, რომლის დაპყრობასაც აშშ შესაძლოა გეგმავდეს. და კიდევ უფრო მეტიც არის. აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაემუქრა, რომ შეერთებული შტატები ირანის წყლის გამტკნარების ქარხნებს დაუმიზნებს. ეს დიდი და პოტენციურად საშიში ნაბიჯი იქნებოდა. გაზეთი ინდეპენდენტი აღნიშნავს, რომ ირანში ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ მჟავა წვიმები და ძლიერი კვამლი დაფიქსირდა. დეზალინაციის ქარხნები მნიშვნელოვანია წყლის გასაწმენდად, რათა მისი გამოყენება და მოხმარება იყოს შესაძლებელი. და მათზე თავდასხმა ირანის სამოქალაქო მოსახლეობას ისეთივე გავლენას მოახდენდა, თუ არა უფრო მეტსაც კი, როგორც ირანის რეჟიმსა და ირანის რევოლუციურ გვარდიას. იმავე წყაროს ინფორმაციით, ირანი ასევე უკვე მეხუთე წელია ექსტრემალურ გვალვას ებრძვის, რადგან ირანში ზოგიერთი წყალსაცავი ამჟამად მათი მაქსიმალური ტევადობის დაახლოებით 10%-ია. ამ ქარხნებზე თავდასხმამ შეიძლება ირანში სერიოზული სამოქალაქო კრიზისი გამოიწვიოს, რაც ბოლო რამ არის, რაც დონალდ ტრამპს უნდა, რადგან მან ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდანვე ირანის ხალხს მოუწოდა დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. თუმცა თავდასხმები მაინც შეიძლება მოხდეს და თუ ასე მოხდა, F-22-ები, რომლებმაც უკვე გაანადგურეს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, კვლავ შეიძლება მნიშვნელოვან როლს შეასრულონ. შეიძლება ირანმა მაქსიმალურად თავისი საჰაერო თავდაცვის ძალების მაქსიმუმი ამ მნიშვნელოვანი ქარხნების დასაცავად მიმართა, მაგრამ ეს ვერ დაიცავს მას უხილავი F-22-ებისგან, თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს თავისი მუქარის შესრულებას. თუმცა მანამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. თუ აშშ-ს კარგის კუნძულის აღება და შეენარჩუნება გამოუვა, გამლაშების ქარხნებზე თავდასხმები სავარაუდოდ საჭირო აღარ იქნება. აშშ-ს ექნება ეკონომიკური ბერკეტი ირანზე, რაც შეიძლება აიძულოს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა. მაგრამ რომელი მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს აშშ-ს შემდეგ, მისი F-22-ები სავარაუდოდ წინა ხაზზე იქნებიან. ისინი ასე იქცევიან ოპერაციის დაწყებიდანვე და ეს არ შეიძლება, როცა აშშ მოემზადება სახმელეთო შეჭრისთვის. როდესაც აშშ-ში გადადის ოპერაცია ეპიკური რისხვის ახალ ფაზაში, თავისი F-22-ებით ირანის სპარსეთის ყურის მეზობლები იწყებენ საფასუხო დარტყმებს. მას შემდეგ, რაც ირანის რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდნენ, ისინი ამზადებენ საკუთარ პასუხებს, რაც შეიძლება ირანი კუთხეში მოაქციოს, როცა ამერიკის სახმელეთო ჯარები შევა. გაიგეთ, როგორ არის ძალთა ბალანსი სპარსეთის ყურეში შეცვლის ზღვარზე ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი რეპორტაჟები ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.